ეს კოხი მასალები ვიპოვეთ და დანარჩენი ეს აქ მარტო ბალატკა ნაგავში ვიპოვეთ და საყიდელი ფული სადაც გქონდა. მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ნინოლიუმი მიფენია. საბნების გვაგი აქ მანქანიდან ვიღაც ბიჭი და გოგო იყვნენ და მოგვიტანეს ხოლმე ადიალები, საბნები, ბალიშები. ფეჩი ვიყიდეთ ახლა ჩემი ნათულის მამას ფული გაუგზავნა 120 ლარი ჩემ ქმარმა და იმან გამოგიგზავნა ფეჩი გვიყიდა სამგორში, თბილისში. მაღაზიებში ვადაგასული პროდუქტები რომ უნდა გადაყარონ, მაგას აძლევენ ხოლმე. და პულსაც ხანდისხან პოულობს, ხან ფული როცა აქვს, ვყიდულობ და რა ვიცი, ხევართ ასე ჯერჯერობით. მე ასად არ მუშაობ, მე მუშაობა არ შემიძლია. ჩემი მეუღლე მოწყალებას იღებს, მანქანები ფულს აძლევენ. დედაჩემსაც ინსტიტუტმა დაარტყა, მოკვდა და იქ სახლი გავყიდეთ მაგისტრებისთვის. და მე ქუჩაში დავჭი სოციალური დახმარებისთვის ვიღებ 60 ლარს და პენსიას ვიღებ 120 ლარს. კრედიტი მაქვს ბანკში აღებული და ის მარცხნევს კიდე ფულს. რისი კრედიტი გაქვს? აი ფული რო არ მქონდა, ვალი მქონდა იქ თბილისში და ავიღე 500 ლარი მქონდა. რაღაცები მომეწონა და ნესიად გამოვარდი. ხალხი რითი გეხმარებათ? აი ტანსაცმელები მოაგერთი, კიდე ბიჭია ისა მოწმუნეა და საჭმელის მოაგეხა სახალხო სადიქნებითო ფულსაც მოგცემთო და საჭმელსაც მოგიტანთო მაგ ბიჭმა მითხრა და უთხარი მისამართი. აქ ცხოვრობს. არ მომწონს მაგათ გაკეთებული. უფასო სასადილოს გულისხმობ, ხო? არ გავაკეთე. ანუ რა არ მოხდათ უფასო სასადილოს? რა არ მომწონს და ბრინჯიანი რაღაცები არ მიყვარს და თან უმარილოს აკეთებენ, რა ვიცი. ჩემი ქმარის გაკეთებული უფრო მომწონს. თქვენ არ აკეთებ? მეც კი ვაკეთებ, მე ახლა მეგრელი ვარ, ღომი მიყვარს. ღომს ვაკეთებ, ღომი ქათამ შეუწავ, რა ვიცი. რას ნატრობთ თქვენ ახლა? მე რას ნატრობ და რა ვიცი. სახლი რომ მქონდეს, კაი სიტყვა, კაი სახლი და რა ვიცი. შვილები მყავდეს, მაგრამ არ მყავს და რა ვქნა. თხოვნით არაფერს არ ვიცხოვდა, თვითონ თუ თავიანთ სურვილით ვინმე რამეს დამეხმარება ეგ არის, რა ვიცი.